საღამო მშვიდობისა დღეს სამშაბათია 9-ის ნახევარს გადაცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოტო 6.42 სტარტს იღებს რუსთავიორის ეთერში და დღესაც საქართველოს ეროვნული ლოტარია მოგესალმებათ გაზრდილი ჯეკპოტით და მოლოდინით თუ ვინ მოიგებს 856,327 ლარს. არანაკლებ მიმზიდველი თანხა არის მეორე კატეგორიაშიც განსათამაშებელი. ცოტათი შემცირდა თუ ამას თავისი მიზეზი აქვს, რომელზეც სულ ცოტა ხანში გეტყვით. 39,000 ლარს უკვე გაცდა მეორე საპრიზო კატეგორიაც და იმისათვის რომ გამოვავლინოთ დღევანდელი გამარჯვებულებით, მე უნდა გადავინაცვლო ჯადოს ნურღილაკთან და დავიწყოთ ათვლა 3, 2 და 1. მე წარმატებას გისურვებთ ყველას, ვინც ახლა ტელეეკრანებთან ხართ მობილიზებულები, ლოტოს ბილეთებით ხელში. უნდა ვნახოთ თუ რა ციფრთა კომბინაცია შემოგთავაზებს დღევანდელი ლოტოტრონი და უკვე ვიცით პირველი ბურთის ვინაობაც, რომელიც გახლავთ 35 წითელი ბურთი მოგორდა ჩვენამდე და წითელმა გააგრძელა, ასე ვთქვათ, ეს კომბინაციაც 12 ნომერი გახლავთ რიგით. მეორე ბურთიც და ნახოთ მესამე 41 ყვითელმა ფერმა დაარღვია წითელთა კომბინაცია. ნახოთ რა იქნება შემდეგი ველოდებით მეოთხე ბურთს, რომელიც ასევე გახლავთ 17 ნომერი და ყვითელი ფერის. ველოდებით ახლა უკვე რიგით მეხუთე ბურთსაც და ვუახლოვდებით, ასე ვთქვათ, კომბინაციის დასრულებას 13 ნომერი მოგორდა ჩვენამდე. ნახოთ თუ რომელი ბურთი იქნება შემდეგი და ეს გახლავთ 40 და ველოდებით უკვე ბოლო ბურთს იმისათვის რომ გავარკვიოთ როგორი არის დღევანდელი ციფრთა კომბინაცია და ეს არის 7 და ტრადიციულად მოდით გადავიმეოროთ და შემოწმეთ თქვენი ბილეთები 35, 12, 41, 17, 13, 40 და 7 ნომერი გახლავთ დღევანდელი იღბლიანი კომბინაციაც და მე ვახსენე რომ რიგით მეორე კატეგორია ცოტათი არის შემცირებული, რადგანაც გათამაშდა მეგობრებო და ის მოიგო ამირან ბოლქვაძემ. 438,650 ლარი გახლდათ, რომელიც გაემგზავრა კახეთისკენ და შეგვიძლია ვნახოთ ახლა სიუჟეტი. როგორც იქნა ჩამოვედით, ესე იგი ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მართალია გვეგონა რომ მოვდიოდით წნარში და აღმოჩნდით სოფელ ერის იმედში. ეს არის უკიდურესი წერტილი და სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტია და მოვედით ბატონ ამირანთან სახლში. აბა ბატონო ამირან, პირველ რიგში გილოცავთ. დიდი მადლობა. კარგ ამბავს. ეს ერთი და სხვა მრავალი და თქვენი წყალი გადასხმოდეს ჩვენს ლოტო 642-ის მოთამაშეებს. რა თქმა უნდა, მოდით გითხარით პირველ რიგში ვიყურებდით, უყურებდით იმ დროს ტელევიზორს, როდესაც ეს სასიხარულო ამბავი მოხდა. ვიყურებდი. და მიხვდით რომ მოიგეთ მეორე კატეგორია? ჩვენ პირადად გითხარით. მეორე კატეგორია მაიგო და მეც გამიხარდა. რაში დაიხარჯება ეს ფული? ეს ფული დაიხარჯება სახლი მაგ გასაკეთებელი გადასახური მაქვს. ბაღანა საოპერაციაში მყავს საღვანი 7. გითხარით ამის შესახებ უფრო მეტი თუ შეიძლება. სიმსივნე ხონდა ბაღანას. და ამ სიმსივნემ დავტოვა ეს თვალი გაუხუჭა. მაგას შეიძლება დრო. ესე იგი, ახლა კიდევ უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ თანხამ, რომელიც შეადგენდა 438,000 რაღაცავად, 650 აგერთავს 650 ლარს ზუსტად იმ ადამიანთან მიაღწია, ვისთანაც უნდა მისულიყო. მე ვულოცავ ბატონ ამირანს და მის ოჯახს ამ ძალიან დიდ წარმატებას. დღის მონაცემებით კი გათამაშდა მეოთხე კატეგორია 1410 ლარი. მოიგო 3 ადამიანმა, მოგება ბილეთზე კი შეადგენს 470 ლარს. არ დაგავიწყდეთ რომ მოგება შეუძლია ყველას და იგებს ის ვინც თამაშობს. ლოტო 642 კი პარასკევს ისევ ტრადიციულად რუსთავიორის ეთერში დაგიბრუნდებათ.